გამარჯობათ, ეს სტუდია ანტიბიოტიკია, მე ოთარევიშვილი ვარ, დღეს ჩვენი სტუმარია გურიის სამოქალაქო ცენტრის დამფუძნებელი ნათია ვაშალომიძე. მადლობა ნათია პირველ რიგში მომბრძანებისთვის. ჩვენი გადაცემის შესახებ ორიოდე სიტყვით გეტყვი, შეიძლება ნანახიც გაქვს, ანუ ჩვენი მიზანია, რომ წარმოვაჩინოთ ის ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც უამრავ ქართულ საქმეს აკეთებდნენ რეგიონში, მუნიციპალიტეტში და დღეს მიმდინარე რეპრესიული კანონებით შეზღუდული აქვთ ოპერირება და ფაქტობრივად რაღაც ნაწილი ორგანიზაციების გაჩერებულია. საიდან დაიწყეთ პირველ რიგში და რა იყო იდეა ამ ორგანიზაციის? აქ ჩვენ ყავდა აქ სტუმრები მოწვეული, რომლებიც 90-იანებიდან მუშაობენ რეგიონისთვის. თუმცა თქვენ რაღაც ახალგაზრდა ორგანიზაცია ხართ, ასე თუ ისე იმათთან შედარებით. თუმცა 5 წელი, მე მგონი 5 წელია თქვენს არსებობთ, ხო? ჩვენი ორგანიზაცია გურიის სამოქალაქო ცენტრი 2015 წელს დავაფუძნეთ. თუმცა აქტიური მუშაობა დაახლოებით 5 წელიც ვერ მოასწრო. ოღონდ გულახდილად რომ გითხრათ, ნამდვილად ძვირფასი იყო ის რამდენიმე წელი, რასაც ის აკეთებდა, იმიტომ რომ გურიის სამოქალაქო ცენტრი მუშაობდა საკითხებზე, რომელიც ხალხისთვის იყო მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული და ასე აღმოჩნდა, რომ არავინ სხვა ორგანიზაცია არ მუშაობდა ამ საკითხებზე გურიის თქვენი ნიშა გქონდათ, ეგ იყო საინტერესო, ხო, რაღაც ისეთ თემებს არჩევდით, რომელიც რაღაცა არც ერთი დიდი NGO, არასამთავრობო ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ამას პრინციპში მაგ თემებს არ ეხებოდა. ვიწრო თემები ჰქონდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. და იყო სრულიად ყველა თემა ერჩეოდა ადამიანების საჭიროებებს, მოქალაქეების საჭიროებების მიხედვით. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა გარემოს დაცვის შემართებით, ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ იყო ევროპის ფონდის მიერ და დაფინანსებული პარკი ყველას, ასე ვთქვა და ჩვენი პროექტი გულისხმობდა, რომ აღვეწერა ოზურგეთის, ქალაქ ოზურგეთში არსებული პარკები, მათი მდგომარეობა და ხელმისაწვდომობა ამ პარკებზე და აღმოჩნდა, რომ რეკრეაციულ ზონებად ითხოვდით, პეტიციას გააკეთეთ, ხო? კი, მას ბუნებრივად მოყვა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ძირითადი ნაწილი, რაც ქალაქში იყო, პარკები კონცენტრირებული იყო ცენტრებში და ადამიანებს მთავარი ამბავი აქ იყო, რომ ამ პროექტის პრინციპი იყო, ადამიანს უნდა შეეძლებოდა თავისი სახლიდან 10 წუთის ფეხით სავალ მანძილზე მისული იყო რეკრეაციულ სივრცემდე, პარკამდე, სკვერამდე, დასასვენებელ ადგილამდე და აღმოჩნდა, რომ დიდ ნაწილს ეს არ ქონდა. მაგას მე ხუმრობდით, რომ ქალაქს რომ დახედავ, მგონია რომ პარკი და თქვენ რაღაცა სხვა გვაჩვენეთ, მაგრამ მართლა სინამდვილეში ასე იყო, რომ ძირითადი კონცენტრირებული პარკები იყო ქალაქის ცენტრში და გარეუბნებში საერთოდ არ იყო საჯარო სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლოთ გასულიყვნენ. ხა ადვილად მოხვდები პარკში და კი. თუ სამთოქიმის მიზნებში ცხოვრობ? არა, ზვანში არ გინდა პარკი. ხო, არა, მართლა რამდენიმე ადგილი იყო, სადაც უბრალოდ არ იყო ხელმისაწვდომობა და მაგას მოყვა ბუნებრივად ეს პეტიციაც, რომ იყო ჩვენ პეტიციით ვითხოვდით ეკადიის პარკის სტატუსის დაბრუნებას თუ პარკად მოწყობას, ყოველ შემთხვევაში ისეთ სივრცის გაკეთება, სადაც გასეირნება და დროის გატარება იყო შესაძლებელი და მაშინ სამწუხაროდ როგორც ყველა პეტიცია არც ეს. ხო. არც განუხილავს და არც გაუკეთებიათ და მე რამდენიმე წლის მერე ხელახლა იყო ამას ლაპარაკი, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტი იყო თქვენი და ძალიან დიდი კამპანია ჰქონდა მიუსაფარ ცხოველებზე. მე მგონი ყველაზე მეტი საქმე გააკეთეთ, გულმხურვად ხარდამჭერი ვიყავით თქვენი როგორც მეგობრულად, ასევე იმდენად მნიშვნელოვანი თემა აწიეთ მაშინ, რომ რაღაცა რავი, თითოეულ ადამიანს დღესაც რო ეხება და დღესაც რო მოუგვარებელია და რამდენიმე წელი ცდილობდით, რომ ეს პრობლემა რაღაცნაირად მოგეგვარებიათ, რაღაც ცდილობდით თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მე მგონი დაპირებას აიღეთ, მაგრამ მე რა მოხდა? ხიარული ნაწილია. ხო, როგორც გითხარით, მართლა ყველა თემა, რასაც გურიის სამოქალაქო ცენტრი არჩევდა ადამიანების საჭიროებიდან გამომდინარე.
ჩვენ მქონდა ეგეთი მეთოდიც, რომ პირველ რიგში ვაკეთებდით ფოკუს ჯგუფს, სადაც სახელდებოდა ძირითადი პრობლემები, რაც ადამიანებს აწუხებდა და ფოკუს ჯგუფში ხშირი ძირითადად იღებდა მონაწილეობას თითქმის ყველა თემის თუ დასახლების ადამიანი, რომ მთელი მუნიციპალიტეტი მოგვეცვა. შემდეგ ამ შეგროვებულ რამდენიმე პრობლემას, დაახლოებით 8-ს, ვუკეთებდით საჯარო კენჭისყრას, რაც გულისხმობდა რამდენიმე ლოკაციაზე ვაწყობდით ყუთებს და ადამიანს უბრალოდ ხმა უნდა მიეცა, რომელი პრობლემა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და 3 წლის განმავლობაში პირველ ადგილს იღებდა მიუსაფრ ძაღლების საკითხი. Რა თქმა უნდა. კი. ეხასო ჩაატარო ალბათ. კი, იმიტომ რომ არც არაფერი გაუმჯობესებულა, ხო, ძაღლებს ანადულად მრავლდებიან და თუ კი ჩვენ 2021 წელს დავთვალეთ და მხოლოდ ქალაქის მასშტაბით იყო 651 მიუსაფარი ძაღლი, ეს ახლა მინიმუმს გასამაგებული იქნება, ხო, მაგრამ ჩვენ რომ მარტო ვიძაბოთ ტერმინერულად არავინ აღარ ითვლის ამას. პრომეტის ხო არც არ დაუცვლია თავის დროზე ჩვენ გარდა ხო? ანუ ენდეს როგორაც ხადებდნენ. ხალისით. ანუ არისოდეს მოსემოვა რა იყო და აცხადებდნენ უბრალოდ არაფერზე დაყრდნობა. აი, მე მგონი რაღაცნაირი გადმონაშტი, ანუ რაღაცა რაოდენობას უბრალოდ იტყვიან, თქვათ ჩვენ თავიდან დაიწყეს რომ ოზურგეთში რომ 250 ძაღლის სტერილიზაცია, კასტრაციას დავაფინანსებთ, მე დიდი პატივისცემით გაზარდეს 3-მდე, მე მგონი 350-მდე გაზარდეს. ამისი კონტროლი და მონიტორინგი რა თქმა უნდა არ ხდება არც ერთი მხრივ, არც ეს რაოდენობა არა იმის მიხედვით შერჩეული რომ რაღაცა გრაფიკს მიყვებოდეს და რაღაცა დროში თქვა 5 წელიწადში ჩვენ გვექნება, ანუ არაფერს არ ეფუძნება, უბრალოდ არის გამოცემული რაღაცა რაოდენობა არის დაბრეხვებული თქვა პირდა. ხო, ну არ არის რაღაცა მონაცემებზე დაყრდნობილი ეს გადაწყვეტილება. ანუ იდეაში კარგი რამე თქვი შენ რა, ანუ ყველა ის თემა რომელიც თქვენ წამოიწყეთ, თქვენის რაღაცა ოპერირების დროს იყო მოქალაქეების მოთხოვნებიდან წამოსული, ხო? ანუ პრინციპი ეგ იყო, რომ თქვენ მოიპოვებდით დასაუმურ ჩვენი პარტნიორებიდან დაფინანსებას იმისთვის, რომ ადვოკატირება გაგეწიათ, მოქალაქეების ინტერესები დაგეცვათ და ვცდილობდით მათთან ერთად გვეწარმოებინათ. ანუ აკეთებთ რეალ ქართულ საქმეს, ეხმარებათ მოქალაქეებს, ხო? ჩვენი დამფინანსებელი იყო NDI. და ჩვენი მიზანი იყო, რომ მოქალაქეებთან ერთად გვეპოვა გზა, როგორ შეიძლება და ამ პრობლემის გადაწყვეტა. და რამდენიმე წლის განმავლობაში ყავდა საინიციატივო ჯგუფები, რომელთან ერთადაც ვცდილობდით, რომ ან ეს პეტიცია გავაკეთებინა, თუ რაღაცა შეხვედრა ჩაგვეტარებინა და შეხვედროდით გადაწყვეტილების მიმღებირს. ჩვენ ასევე ისევ NDI-ის დახმარებით ვიყავით ჩართული საპარლამენტო კომიტეტში, რომელმაც დააპირა მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონის მიღება თუ დამუშავება. თუმცა მე აღარ მიიღეს, იმიტომ რომ რეპრესიული კანონები ჰქონდათ მისაღები და ვეღარ მოიცალეს მაგის. სამწუხაროდ, ხო, მე ახლა აქედან უფრო თვალნათლივ ჩანს და მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ გვჯეროდა დემოკრატიის არსებობის, ხო? და უბრალოდ ვამბობდით, რომ გაუარესებულია ეს დემოკრატიის პირობები, ვამბობდით, რომ ეს თანამშრომლობა არ გამოდის, იმიტომ რომ შენ ცდილობ იქეთ რაღაცას თავაზობ და უკავშირი არ გაქვს. ეხმარები რეალურად მათ. ხო, ეხმარები ნამდვილად, ხო, მაგრამ არ აღიქვება რომ ანუ თვითონ არ აღიქვამს რომ შენ აკეთებ საქმეს, რომელიც მას სჭირდება, მის მოქალაქეებს სჭირდება და მოქალაქეების კეთილდღეობა არის მისი მთავარი ფუნქცია. სამწუხაროდ ამ ხას დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებდით და მაინც ვცდილობდით რომ რაღაცა თანამშრომლობის გზა გამოგვენახა და ვცდილობდით რაღაცა იმედი გქონოდა. მე როგორც მახსოვს არა მხოლოდ ჩვენ თელს ქვეყანას მე როგორც მახსოვს ასევე აქტიურად იყავით ჩართული ამ სოფლის პროგრამების მონიტორინგშიც თუ სოფლის პროგრამების მონიტორინგის ბოლო წელს მოძინების კი ხო აი ნამდვილად მთელი წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი მე უშუალოდ არ ვიყავი ამას ჩართული, მაგრამ ჩვენი გუნდის წევრები აკვირდებოდნენ სოფლის პროგრამის მიმდინარეობას, შეხვედრებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესებს, ოქმებს, ასურათებდნენ, იღებდნენ ლაივებს, მე ძალიან საინტერესო რაღაცები გამოიკვეთა, რომ ლაივში სხვა რაღაცას ლაპარაკობს ის მერი და მე ოქმში სხვა მივიღეთ ვიღაცას იყო შემთხვევები, რომ მიულოცეს გამარჯვება და გადაკოსნეს და ხელი ჩამოართვეს და იქ ოქმში საერთოდ სხვა რაღაცა დაფიქსირდა მე და
მე მახსოვს ერთი წელი იყო, რომ ესე გვარწმუნებდა ადგილობრივი ხელისუფლება, რომ ყველა სოფელმა მოითხოვა რაღაცა პატარა მონაკვეთის ბეტონის გზის დაგება. უკლებლივ ყველა სოფელმა, ანუ თან ეს ხო არ იყო ყველა შიდა გზის მოწყობა, რაღაცა პატარა მონაკვეთი და არა, საჭიროც არის. არა. რო ვიკითხებთ კი ეგ როგორ მოხდა? თქვენი პროექტი მაშინ არ იყო ეგ, სხვა წელი იყო. და რო ვიკითხე, მეთქი, ნუ ეგრე არისო ეხლა, რა ვიცი. ესე ჭირდებოდა მუნიციპალიტეტსო, ესეც მასწავლე გავს. კი, სამწუხაროდ რა გითხრათ, დემოკრატია ჩვენ გვჯერა ისე, რომ ქვეყანა უნდა იყოს მოწყობილი ადამიანების საჭიროებების შესაბამისად და უნდა იყოს ინიციატივა წამოსული ქვემოდან, ანუ ხალხისგან და ხელისუფლება არის ამ ხალხის ინტერესის, ხალხის საჭიროების დაკვეთის შემსრულებელი, მაგრამ კაი ხანია ჩვენთან ასე არა. აღარც ვიცი, როდი არ ყოფილა, სავარაუდოდ არ ყოფილა და იმდანად მივეჩვიეთ ამ მახინჯ პრინციპს, რომ მივიღეთ ეს ჩვეულებრივ ამბად რა და მე ხუმრობდი ბოლოს, რომ ვიღაცა გამარჯვებას რომ გეტყვი, თანამშრომლობად იღებ, რომ აი მომესალ ისე მომესალ, მაგრამ ას ლაპარაკო, კაცო, ესე იგი ჯერა ჩემი. ხო და ძალიან დაბლა ჩამოვწიეთ ჩვენც ეს თამასა რა თანამშრომლობის რომ ნებისმიერ კეთილ ჟესტს ვიღებდით როგორც თანამშრომლობის პირობას და მაგანაც დაგვაზარალა. რა გავლენა მოახდინა ამ კანონებმა? ეხლა შეინძახოდი, რომ ამ რეპრესიულმა კანონებმა როგორც ორგანიზაციაზე, ასევე როგორც ჩვენზე ინდივიდზე, ეგეც საინტერესოა, იმიტომ რომ იმდენი კანონი მიიღეს უკვე და ყოველდღიურად რაღაცა უარესდება სიტუაცია ქვეყანაში. ეხლა არ ვიცი, რამდენი ადამიანი უკვე დაკავებული, უკვე დაცვაც კი რთულია დღეში იმდენ ადამიანს იჭერენ და აქვე მინდა ვთქვა, რომ სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს, სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს, სხვა შორის მზია ამაღლობელმა სახაროვის პრემია მიიღო და აქვე სოლიდარობა მზიასაც და ულოცავ მას ამ უდიდეს პრემიას. ხო, რა გავლენა მოახდინა თქვენზე და ამ ორგანიზაციაზე, რომელიც ეხა ძალიან კარგ მნიშვნელოვან და ამავდროულად რაღაცა უწყინარ საქმეს აკეთებდა, ხო, ანუ მოქალაქეს რაღაცა კონკრეტული პრობლემა ჰქონდა, მაგალითად, თქვენ კიდე ის ჰქონდათ გამახსენდა ეხა საჯარო ტრანსპორტის ისა რა საჭიროებები, რომელიც საოცარ რაღაცები ამოვიდა თქვენი კვლევებიდან მახსოვს. მაშინ, ანუ ძაღლები, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, ყველაზე ახლოს იყავით რეალურად მოქალაქეებთან, იმიტომ რომ იმ რაღაც კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობდით, რომელიც მას იმ წუთას მის მუნიციპალიტეტში, მის სოფელში, მის დასახლებაში ჰქონდა, რაღაც გლობალურ თემებს არ ეხებოდით. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ რეპრესიულმა კანონებმა თქვენს მოგაქციათ ამ ყველაფერში, როგორც სხვა დანარჩენი, ნუ გასაგებია ეხა რომ მაგალითად რატო ებრძვის რაღაცა ორგანიზაციებს, რომელიც მუშაობენ კორუფციის გამოაშკარავებაზე, ხო? იმიტომ რომ ეხა კორუფციულია ხელისუფლება და გავიგე, ხო, ეხა მესმის მათი რაღაცა არასწორია რა თქმა უნდა ეს, მაგრამ მესმის რატო ებრძვიან, მაგრამ აი ესეც ორგანიზაცია, პატარა ორგანიზაცია, რომელიც მართლა რეალურად, რა ვიცი, იმ პრობლემებზე საუბრობდა, რომელიც რეალური პრობლემაა და არა გამოგონილი, როგორც რაღაც პროპაგანდისტული ტელევიზიები რო აშუქებენ, რომ თითქოს ჩვენი პრობლემა რაღაცა გლობალურ რაღაცეებშია და deep stage-ია და მასონებში არა და ხალხს რაღაც ტრანსპორტი არ ახავს და რაღაცა ძაღლები დაძდევენ ქუჩაში და კმენენ, ხო? აი რა გავლენა მოახდინა მოკლედ ამ ყველაფერმა და როგორ შეგეხო შენ პიროვნულად და როგორ შეგეხო თქვენს ორგანიზაციას და დღეს სათხარც. ჩემს საყვარელი ამბავია, როცა ეს პირველი ტური დაიწყო რუსული კანონის ну, მაშინ რაღაცა გადავიარეთ, მაგრამ მეორე როცა დაიწყო უკვე დავიწყეთ ფიქრი გაჩერებაზე, იმიტომ რომ ნამდვილად რასაც ჩვენ ვაკეთებდით, არც ერთი ქვეყნის ინტერესს არ მოიცავდა, გარდა ჩვენი ეკი არა ლაგოდეხის ინტერესსაც არ მოიცავდა, ოსურგეთის იყო, ლანჩხუთის და ჩოხატაურის. ვანის მუნიციპალიტეტის ინტერესს არ იყო. ვანსაც ვერაფერს ვერ უკეთებდით, მარტო იყო გვერდითა მუნიციპალიტეტის უბრალოდ რეგიონის იმერეთის ინტერესებს. არა, მაქსიმუმ არა ვიცი მე რა ქაქუთი რა ხო ანუ არა მართლა ხო ნუ რასაც ვაკეთებდით იყო გურისთვის განკუთვნილი გურის
საჭიროებაზე მორგებული და გურის მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული და როცა ეს დავიწყეთ ამაზე ფიქრი რომ ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა რომ რა შეიძლება და როგორ თან მეორე ნაწილი აქ საკუთარ თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ფიქრი რომელზეც უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს ვიდრე თქვათ შენ შეიძლება იყო დროშით და ყოჩაღად მაგრამ კიდე არიან ადამიანები რომელზეც პასუხისმგებლობა გაქვს როგორც ორგანიზაციის თანამშრომელს ხო გადაწყვეტილებას მიიღებს ხო დამფუძნებას და ხო ეს დიალოგი უნდა მეთქო რომელიც ძალიან მიყვარს რა ესა ჩემი ოჯახის წევრი მეკითხება რომ კი მაგრამ რასაც თქვენ აკეთებთო თქვენო ხომ არ გეხება თუ აგი პოლიტიკაო და მეთქი რას ქვია არ მეხება კი მაგრამ ძაღლი პოლიტიკურია ანუ საკონსტიტუციო სასამართლო ძაღლებსაც არ მისცემს პოლიტიკას ჩართვის უფლებას ეხლა რო შეიტანე სინამდვილეში ხო არის ანუ ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება რაც აბსოლუტურად ყველაფერი არის პოლიტიკური მათ შორის ძაღლებიც არის პოლიტიკური ჯულბარსა იქნება თუ რაღაცა უბრალოდ ცუგა მაგასთან ის საქმის დაჭერა და იმის მერე ინტერესის გაგრძელება რომ რაღაცეთ უნდა მოგვარდეს ხო ხა შენ ახსენე მაგალითად ძაღლები რომლებიც კვენენ ადამიანებს მაგრამ ძაღლის ჩვეულებრივი ბუნება ეგ ხო არა რომ აი და მაინც ეცეს ხო ანუ იმასაც რაღაცა გასაჭირია ანუ ორივე მხრიდან უნდა დაინახო ან შერიან გაღიზიანებულია ან რაღაცა მოკლედ რა არ ხო ეს არ არის პრობლემა რომელსაც არა მოკლედ ასე ცალსახად პრობლემა და ყველას მოკლედ მიუჭირდება მრავალ მხრივი მიდგომა პრობლემის გადასაწყვეტად და საბოლოო ჯამში კი პოლიტიკურია რასაც ნებისმიერი ორგანიზაცია აკეთებს და გააკეთებს რატო ზღუდავ შენი აზრით ანუ რეჟიმი რატო გაჩუმეს ანუ რატო აუქმეს ხო შენ ახლა ძაღლების აი მართლა ხო ყველაზე ადვილი ამბავია წესით ხო მაგრამ მაინც მოდიხარ წინააღმდეგობაში გინდა არ გინდა რაღაცნაირად აკრიტიკებ ხო იმიტომ რომ ახლა აგერ 2 წუთის წინ ვამბობდით რომ გადაწყვეტილებას რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილობრივი თვითმმართველობა იღებს და უგეგმავია არასწორია არ არის გათვლილი პრობლემის გადაწყვეტაზე თანხა რომელიც იხარჯება არ ჩანს რანაირად იხარჯება არ ხდება მაგის სრული აღრიცხვა შესაბამისად გინდა არ გინდა გაქვს რაღაცა კორუფციული ხრელი ვერ ნახეს მან თორე მე მგონია რომ არ ვიცი ხო არა საერთოდ არ გვიძებნია მაგაზე ხო ვერ გეტყვი მაგრამ დიდ რაოდენ ან თქვენ ხო უფრო მეტი დათვალეთ ვიდრე ესენი აცხადებდნენ ტენდერს რა და შენ ფიქრობ ხო და რაღაცა ვერ ნახეს თქო მან ეთყობა თორე არ პირიქით ხო არ ვიცი რო ენახათ მაშინ ხო არის მაგალითად ოზურგეთს ქონდა ეს 350 ძაღლის დაფინანსება ჩოხატაურს 80 ქონდა და არ საერთოდ არ ლანჩხუთს გონი მაგდანიც არ ქონდა ანუ სხვა არ ისა რა ასე რომ კი ძაღლების პოლიტიკურია და ყველა ამბავი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება აბსოლუტურად ყველა ამბავი არის პოლიტიკური. აუ რეალურად როგორც მივხვდი, ანუ პრინციპი ჩემი პოზიციაც ეგაა, რომ ანუ ამათ ინტერესი არის ის, რომ მათზე დამოკიდებული ვინც არ არის, ის ხმები გააჩუმოს, ხო, რეალურად, ანუ უფრო ზუმაოდ რო გავაკეთო. აუცილებლად უნდა გააჩუმოს, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს შენ ძაღლზე საუბრობ, კორუფციაზე საუბრობ, არ ვიცი, პაბლიკ ტრანსპორტზე საუბრობ, თუ რაზე საუბრობ, რეალურად დამოუკიდებელი რო ხარ მისგან. საზოგადოებრივ ტრანსპორტი. და ხარ სამოქალაქო რაღაცა. კი, არ ხარ მაზე დამოკიდებული. ყველაზე ახლა მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ჩვენ წლების განმავლობაში ვლაპარაკობდით პრობლემებზე, რომელიც უშუალოდ აწუხებდა ყველა ოჯახს. რაიკომში დასაქმებულებსაც მოაწუხებდა, კაცო. აწუხებდა, ან აბსოლუტურად ყველას აწუხებდა. მინიმუმ ეხლა რესტორნებში რო დადიან და იქ ძალიან ჭირდა ადამიანების პოვნა, ვინც ამას ხმამაღლა იტყოდა. ძალიან ჭირდა. ნუ აქვე რაიკომს გულისხმობ მერიას. ხო, ნუ ვამბობ რაიკომს ვინ ვერ ვიხდი? არის ეგ. ხო, არა, ხო, ყოველ შემთხვევაში სისტემა ისეთია, რომ სხვა ვერაფერს ვერ დაუზარდა. ხო, რას ანუ იმას ვამბობდი, რომ წლების განმავლობაში ძალიან ჭირდა ამ ადამიანების პოვნა, ვინც ამას ხმამაღლა იტყოდა, ზუსტად იმის შეშით, რომ ვინმე არ დაეზიანებინა, ან თვითონ იყო სახელმწიფოსგან დასაქმებული, ან ქონდა რაღაცა ტიპის შემწეობა და ეშინოდა რომ არ მოეხსნათ, ან ბიძაშვილი ყავდა სადღაც აიპიში და ერიდებოდა რამის თქმა. ეს ამბობ შენ რაღაცა მე რამდენიმე წლის ან ჩვენი ორგანიზაცია გაჩერდა უკვე ერთი
წელზე მეტია, საერთოდ არაფერი საქმიანობა აღარ აქვს. რეალურად თქვენ აკეთებთ კარგ საქმეს, ეხლა რავი, მაყურებლებს ვეუბნები და რავი, ისედაც ვშელობთ ხო, რომ კარგ საქმეს აკეთებდით, ამაში არ იხარჯებოდა 1 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოქონდათ ისეთი ქვეყნებიდან ან ისეთი ფონდებიდან დაფინანსება, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან და კონსტიტუციაში გვიწერია პირდაპირ ევროკავშირში უნდა გავწერიან და ამისთვის აკეთებთ ყველაფერს, ხო? და იმ პარტნიორი ქვეყნებიდან შემოქონათ ეს თანხა და ეხმარებოდეთ ადგილობრივ მოსახლეობას და ასევე, რავი, ხელისუფლებასაც, ხო, იმიტომ რომ სწორგზას აჩვენებთ როგორ გადაეჭრათ ეს არსებული პრობლემები, ხო, რეალურად. და ეხა ადგენენ და ეს კანონები მიიღეს და თქვენაირ ადამიანებს, თქვენაირ ორგანიზაციებს აჩერებენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეუძლებელი გახადეს ეხა განსაკუთრებით გრანტების შესახებ კანონი რომ მიიღეს, ფაქტობრივად შეუძლებელი ეხა გრძელვადიანი კონტრაქტი როგორ ორგანიზაციას არ აქვს. ხო, თუ ეს კანონი არ გაუქმდა, შესაბამისად, რა გასაჩივრებული ეხა სტრასბურგში, თუმცა ამას დრო უნდა რა, რომ ხო, კი, აუცილებლად გაჩერდება და არც ამაში დარწმუნებული ვარ მეც, მაგრამ იმაში არ ვარ დარწმუნებული ესე რამდენად აღასრულებდა. ხო, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები უბრალოდ შეამჩნევენ ამის საჭიროებას. რა ვიცი, რა გითხრათ, თითქმის ყველა თემში ჩავდიოდით, ხო? ყველა თემთან მქონდა უშუალო. აი, როგან ვაზოგადოთ, შეხედე, ეგრე არის ზუსტად სწორ რამეს ამბობ რა. რეალურად უკვე დაწყებულია ეგ, ხო? დღეს მაგალითად ეხა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომელსაც თქვა ადვოკატები ყავს, რაღაცა ყავს, რომელიც ფაქტობრივად დაფინანსების გარეშე არიან და დარჩენილები და მოხალისეობრივად აგრძელებენ მუშაობას, ხო? უკვე იმდენი პატიმარი რეალურად ფიზიკურად ვეღარ ყოფნის ეს და რამდენ ხანს იქნება, ხო, ეს მოხალისეობრივად ამ საქმიანობის კეთება, ხო? პლუს თქვენ რაღაცა აი რო ახდენთ ამ გამოკვლევას ამ რაღაც პრობლემების, ხო? აღარ აკეთებთ, ხო, გაჩერით, იმიტომ რომ ამ რეპრესიული კანონების გამო უბრალოდ ვერ იღებთ ფიზიკურად დაფინანსებას, ხო? შესაბამისად ალბათ გაუჩნდება კითხვა მოქალაქეებს, რომ ხო, დასაშავებდით ერთი და მერე მეორე, ხო, ეხლა რო აღარავინ აღარ საუბრობს ამაზე, ამით რა მოგვარდა პრობლემა, ხო, არ ვიცი რა. არა, პრობლემა რომ არ მოგვარდა, ალბათ ამჩნევს ყველა ვინც სახლიდან არ ვიცი, ჭიშკრამდე მაინც თუ მიდის, ალბათ ამჩნევს, ხო რა. ეგ არის, კი. ხო, ამიტომ ყველა რა გითხრათ, აბა თავარი არის, რომ ადამიანს თუ კი შერჩა რაღაცა კრიტიკული აზროვნების, კითხვის დასმის სურვილი, ხო, რაღაცა შესაძლებლობა. ყველას ხო გვეშინოდა რა ჩვენ გავიღვიძებთ რუსეთში. რას ნიშნავს ახლა კაციშვილი მე არ დამიჯდება და არ მომეცადინებს ABVGD-ს ხო? ანუ თუმცა დღეს ის რაღაც სულისკვეთება, ხო, მაგრამ დანარჩენი ყველაფერია რა ვიცი. პოლიციის ქმედება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ქმედება, ხო, არაფერი განსხვავება, პირიქით აქ უფრო ჩქარა მოხდა ყველაფერი ვიდრე რუსეთში და უფრო ესე ბრუტალური და აგრესიულია ხელისუფლება ვიდრე ვთქვათ, ხო, ნუ და იქაც ხო, ანუ თუ კი მაგაზე ვლაპარაკობთ, იქაც ჩვეულებრივად ცხოვრობს ის ხალხი, ხო? და არავინ ხო, კი ბატონო, ხო, და ნუ არიან ცოცხლები, მაგრამ რაღაცა ის კრიტიკული აზროვნება, რაღაცა დაფიქრება, რაღაცა კითხვა. თუმცა ცოცხლებიც რავი, ეხლა უკრაინის ომში სულ საკეპანქანაში მაგის შეიძლება თქვა გონია რომ მის ვუვას არავინ არ წაიყვანს და მეზობლის რაღაცა ვალერას არ დარდობს. ეგ არის, რომ აქაც ეხლა ეს წვრილფეხობაც რა ქვია მაგას ოცნების გონიათ რომ ესენი სულ იქნებიან და ხელშეუხებლები არიან, თუმცა კაი მაგალითია ის რომ ერთ დროს ყველაზე მაგარი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ეხლა გამოძიების ქვეშ არის, ხო? ამიტომ ხო რეჟიმს უჭირდება რაღაცა მტრის სახე და ამისთვის მუშაობს ხოლმე. მოკლედ, მაგრამ მაინც პოზიტიურ ნოტაზე მინდა დავასრულო ჩვენი გადაცემა. მე მგონია რომ რავი, ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ ეს რეპრესიული კანონების გაუქმდება საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით მინიმუმ. ეს რეჟიმი შეიცვლება და თქვენაირი კარგი ადამიანები და ორგანიზაცია გააგრძელებს ისე საინტერესო საქმიანობას, რომელსაც ეწეოდით და მადლობა სტუმრობისთვის. მე იმედი მაქვს რომ შემდეგ გადაცემას უკვე ჩავწერთ ახალ პროექტებზე ისაუბრებ, რომელსაც განახორციელებ გურიის რეგიონში და არა მარტო. რაჯობია ოპტიმიზმთან შემართებას. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა.